პირდაპირი პასუხები. ჩვენ პირდაპირი პასუხები გვჭირდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავანადგუროთ ყველაფერი, რაც პიკექსის მთის ქვეშაა. სენატორო, ჩვენი შესაძლებლობები საიდუმლოა, მაგრამ თუ ვინმეს მსოფლიოში შეუძლია რაიმეს მიღწევა, ეს არის შეერთებული შტატების არმია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი. საქმე ეხება არჩევანსა და დათმობებს. ირანი პანიკაშია მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ომის მდივანმა გაამჟრავნა, თუ როგორ გაანადგურებს ამერიკის შეიარაღებული ძალები პიკექსის მთას. ამ სამშაბათის 2026 წლის 21 ივლისის ბოლო საათებში. მდივანმა პიტ ჰექსეტმა სენატის წინაშე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს აქვთ საიდუმლო შესაძლებლობები, რათა მიაღწიონ დაცულ სტრუქტურებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს განცხადება გაკეთდა სწორედ მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მალე აპირებს დაარტყას ირანის მიწისქვეშა კომპლექსს, რომელიც ნატანზის მახლობლად მდებარეობს. ამ ვიდეოში, რომელიც Clash Report-მა გამოაქვეყნა, სენატორი ჯონ კენედი ეკითხება ჰექსეტს, შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს გაანადგურონ ყველაფერი, რაც ფარულია წერაქვის თქვექვის თისქვეშ. ჰექსეტი თავს იკავებს აღჭურვილობის, გეგმების ან ოპერაციული დეტალების გამჟრავნებისგან, რადგან ამ შესაძლებლობების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებს, რომ არც ერთი სტრუქტურა არ არის სრულად მიუწვდომელი ამერიკული სამხედრო ძალისთვის. მოწმის ჩვენება სენატში, ვაშინგტონში, გაიმართა მოსმენაზე, რომელიც ეხებოდა დამატებითი რესურსების მოთხოვნას, წარდგენილს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. სესია დაიწყო 2 საათსა და 2:30-ზე დღისით, ადგილობრივი დროით და სწრაფადვე დომინანტური თემა გახდა ირანთან ომი, საზღვაო ბლოკადა და ირანის ბირთვული პროგრამის წინსვლა. პიკარეტის მთა მდებარეობს დაახლოებით 220 კილომეტრში თეირანიდან სამხრეთით, ნატანზის ბირთვულ კომპლექსთან ახლოს. თანამედროვე სატელიტური სურათები მიუთითებს 220 მეტრზე 100 მეტრზე მეტ კლდესა და გამაგრებულ შესასვლელებზე. შენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ნატანზე თავდასხმები და დივერსიები განხორციელდა. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ეს ადგილი მოწინავე ცენტრიფუგების საწარმოებლად უნდა ემსახურა. ირანის რეჟიმმა გადაწყვიტა ეს სტრუქტურა მთის შიგნით დაემალა, რადგან მიწისქვეშა ობიექტების პოვნა, წვდომა და დაზიანება უფრო რთულია. თეირანისთვის პრობლემა ისაა, რომ ეხლა ტრამპმა სამალავი გამოცხადებულ სამიზნედ აქცია. პრეზიდენტმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიდი ალბათობით ძალიან მალე და დიდი ძალით დაარტყამს იმ ტერიტორიას. თქვენ ფიქრობთ, რომ ირანმა ბირთვული ცენტრიფუგები პიკაქსის მთაზე გადაიტანა და როცა ამბობთ, რომ ჯერ არ დაგვისრულები არას გულისხმობთ, რა დარჩა დასასრულებელი? არ ვფიქრობ, მათ შეიძლება ეს გააკეთეს. ჩვენ ამის ჩანაწერი არ გვაქვს. უბრალოდ ალპ-ალბამბერს კითხულობთ, რასაც ვხედავთ. ახალი ამბები იმდენად ცდებიან, რომ ისიც იქნება ამჯერად მართალი იყვნენ, მაგრამ არა უშავს. ეს არაფერს ნიშნავს, თუ მათ მასალა არ აქვთ. თქვენ ცენტრიფუგებზე საუბრობთ. კი, იმ მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ მათ მასალა აქვთ. ჩვენ ვაკვირდებით მათ. საქმე სწორედ იქ ხდება. და ჩვენ აუცილებლად დავარტყამთ ამ ტერიტორიას. ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან მალე. ხო. და არაფერია, რას მათ ამის წინააღმდეგ შეუძლიათ გააკეთონ. იცი, ჩვეულებრივ ამას არ ვიტყოდი. თუ ფიქრობდი, რომ მათ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, ამას არასდროს ვიტყოდი. მაგრამ ჩვენ მალე და ძალიან ინტენსიურად დავარტყამთ ამ ტერიტორიას. ისრაელიდან შეერთებულ შტატებში გადაცემულმა ინფორმაციამ ეჭვი გააჩინა, რომ ათასობით ცენტრიფუგა ამ კომპლექსში შესაძლოა გადაეტანათ. ტრამპმა აღიარა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ კაფიოდ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ არ აქვს სრული საჯარო დადასტურება. სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რადგან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ შეუძლია უსაფრთხოდ გადაამოწმოს, რა არის დამონტაჟებული ირანის გვირაბებში. ზუსტად ამ ეტაპზე ჰექსეტმა ირანის რეჟიმი კოშმარის წინაშე დააყენა. პენტაგონმა არ გაამჟრავნა, რომელი შესაძლებლობების გამოყენებას აპირებს, რამდენი ეტაპი იქნება საჭირო, ან საიდან დაიწყება მოქმედება. სხვა ვიდეოში, რომელიც Clash Report-მა გამოაქვეყნა, ჰექსეტი ტონს ამაღლებს, როდესაც მას სამხედრო კამპანიაზე ეკითხებიან. ის სენატორებს ეკითხება, მიიღებდნენ თუ არა იმას, რომ ექსტრემისტებს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, რომელსაც შეუძლია მსოფლიოსთვის საფრთხის შექმნა. მე ვაფასებ, რომ არავინ არ მოუგია ომი, მაგრამ ეხლა იმ კომიტეტთან ვდგავარ, რომელსაც მხოლოდ ამაზე სურს საუბარი. 4 წელია ვსაუბრობთ სტრატეგიულ მარცხზე 4 თვიან კონფლიქტში, რომლის მიზანიც ირანის მიერ ბირთვული ბომბის მოპოვების შეჩერებაა. ამ ქალაქში აკლია პერსპექტივა იმ ისტორიულ მიღწევაზე, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ახორციელებს. ნუ თუ გსურთ, რომ ისლამისტ რადიკალებს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ბომბა რომ სოფლიო დააშინოს. სიტყვები ამყოფნის, დრო არ მაქვს. ვერ გავიგე. ვერ პასუხობ ჩემს კითხვას, ამიტომ შემდეგზე გადავდივარ.
განცხადება ამყარებს იმ დასაბუთებას, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარმოადგინა იმისთვის, რომ ირანის რეჟიმს არ მისცეს საშუალება დამალოს ცენტრიფუგები და მასალები სულ უფრო ღრმა ობიექტებში. ჰექსეთმა ასევე შეაქო ტრამპი ძალისხმევისა და სიმამაცისთვის, რომლითაც მან ირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ სulis შეჩერება შეძლო. მდივანმა ირანის პროგრამა რეალურ საფრთხედ შეაფასა, რომელიც ვერ იქნებოდა უგულებელყოფილი, მაშინ როცა რეჟიმი აძლიერებს გვირაბებს, ავრცელებს აღჭურვილობას და ზღუდავს საერთაშორისო ინსპექტორების წვდომას. ეს გარემოებები მოსალოდნელი იყო და სწორედ ამიტომ იმსახურებს პრეზიდენტი ტრამპი აღიარებას, რომ მან უხელმძღვანელა ამ ძალისხმევას და გამოიჩინა სიმამაცე, რათა უზრუნველეყო, რომ რადიკალ ისლამისტებს არ ქონოდათ ბირთვული იარაღი, რომლითაც ჩვენ დაგვემუქრებოდნენ. მოსმენამ ასევე გამოავლინა ოპერაციის უზარმაზარი მასშტაბი. ჰექსეთმა განაცხადა, რომ ომს უკვე დაახლოებით 37.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. პენტაგონი ითხოვს დამატებით ათეულობით მილიარდ დოლარს, რათა შეივსოს საბრძოლო მასალა, გადაიხადოს სამხედროებისთვის, შეინარჩუნოს ავიაცია მოქმედებაში და ჩაანაცვლოს ბრძოლებში გამოყენებული აღჭურვილობა. მან გააფრთხილა, რომ ამ რესურსების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს წვრთნების შემცირება და დააზიანოს თავდაცვა რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ. სანამ ჰექსეთი სენატში საუბრობდა, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ინტენსიურად გადაადგილდებოდნენ ახლო აღმოსავლეთში. ღია წყაროების პროფილი. ინტელმა დააფიქსირა 6 KC-134 ტიპის საწვავის შემსები თვითმფრინავი, რომლებიც ისრაელისა და იორდანიის თავზე ოპერირებდნენ. ერთი მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი საუდის არაბეთის თავზე, საჰაერო გაფრთხილების პლატფორმა რეგიონში და სხვა საწვავის შემსები თვითმფრინავები სპარსეთის ყურეში. ეს გადაადგილება ემთხვევა საჰაერო კამპანიას, რომელიც უკვე მეათე ღამეა გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა დაარტყეს სარდლობის ცენტრებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საზღვაო ობიექტებს და წერტილებს, რომლებიც გამოიყენებოდა რაკეტებისა და დრონების გასაშვებად. ამ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა პროფილზე 100-ი, სენატორი პეტი მიურეი უპირისპირდება ჰექსეთს ჰორმუზის სრუტის საკითხზე. ის კითხულობს, როგორ შეძლო ირანმა მკვეთრად შეემცირებინა საზღვაო მოძრაობა მას შემდეგ, რაც მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აკონტროლებდა სრუტეს. ჰექსეთი პასუხობს, რომ ვაშინგტონი დიდი ხანია აკონტროლებს მოძრაობას რეგიონში, მაგრამ აღიარებს, რომ ირანს ჯერ კიდევ შეუძლია დროდადრო კომერციულ გემებზე თავდასხმა. კარგი, გავაგრძელოთ 5 მაისს თქვით, რომ ირანი არ აკონტროლებს სრუტეს და განაცხადეთ, რომ მასზე წითელი, თეთრი და ლურჯი გუმბათი იყო. თუ ეს სიმართლეა, მაშინ როგორ მოახერხა ირანმა გასულ კვირას სრუტეში გემების მოძრაობის თითქმის სრულად შეჩერება? ჩვენ გადავზიდეთ 400-დან 500 მილიონამდე ბარელი ნავთობი ირანის ცხვირის წინ თავისუფლების პროექტის ფარგლებში. ყველაფერი ფარულად გავაკეთეთ, რადგან ჩუმად მოქმედება ბევრად უფრო ეფექტური იყო ვიდრე საჯაროდ. ასე რომ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკონტროლებთ იქაურ გემების მოძრაობას, მაგრამ ისინი გააგრძელებდნენ გემებზე სროლას. სწორედ ეს მოხდა. ცეცხლის შეწყვეტა გქონდა და შემდეგ მათ დაუფიქრებლად შეუტიეს სავაჭრო გემებს, როგორც ჰექსეთი წაცხადებს, რომ ამერიკული ბლოკადა ირანულ გემებზე და ირანის პორტებში მიმავალი გემების მიმართ კვლავ ეფექტურად მოქმედებს. მისი თქმით, რეჟიმი არიჟებს იმ გადასახადებს, რომლის დაწესებითაც დაემუქრა და ათობით გემი უკვე იძულებული გახდა უკან დაეხია, შეეცვალა მარშრუტი ან შეეწყვიტა ოპერაციები, რომლებიც ირანის პორტებს უკავშირდება. მაგრამ თქვენ ასევე თქვით იმავე პრესკონფერენციაზე, რომ ირანმა უნდა მისცეს გემებს თავისუფლად გავლა, რადგან ეს საერთაშორისო წყლები ყველა ერს ეკუთვნის და არა მხოლოდ მათ, რომ გადასახადი აიღონ. გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა, რომ სრუტეში თითოეულ გემზე $20 გადასახადი დაეწესებინათ. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ წინააღმდეგი ხართ გადასახადების, პრეზიდენტს სთხოვეთ ამ იდეაზე უარი ეთქვა, თუ ეს ვიღაცა სხვა იყო. ირანი გადასახადებს არ იხებს. ისინი ამ მომენტში გემებზე ისვრიან. მაგრამ ტრამპმა თქვა, რომ 20%-იან გადასახადს დააწესებდა. ჩვენ ახლა ყველა ირანულ გემსა და პორტს ვბლოკავთ. და ეს ეფექტურია. ჩემი დრო ამოიწურა. და შემდეგ ბლოკადა კვლავ აღდგა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვებზე ახალი თავდასხმები განხორციელდა. აი სწორედ აქ იზრდება ზეწოლა თეირანზე, ყველა მხრიდან. შეერთებული შტატები ღამით სამხედრო ობიექტებს ეფსუტებს, საზღვაო გასასვლელებს ბლოკავს, საჰაერო სივრცეს აკვირდება და პიკარეტის მთას საჯაროდ ემუქრება. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას არ აქვს დაუყოვნებლივი ინტერესი მოლაპარაკებების განახლების მიმართ, რადგან მისი თქმით, ირანელები მხოლოდ მაშინ ცდილობენ შეხვედრას, როცა ხვდებიან, რომ ოფენსივა მათ ანადგურებს.
ირანი ცდილობს უპასუხოს რაკეტებით, დრონებით და თავდასხმებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ობიექტებზე სპარსეთის ყურეში. ამ სამშაბათს ირანის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს ამერიკულ პოზიციებს ბაჰრეინში, ქუვეითში და იორდანიაში. გემი ასევე დაზიანდა ჰორმუზის სრუტეში, რის გამოც ეკიპაჟს მოუწია ხომალდის მიტოვება. ვაშინგტონმა უპასუხა შეტევების გაგრძელებით ირანის ტერიტორიის სამხრეთსა და დასავლეთში მდებარე სამიზნეთში მდებარე სამიზნეებზე. ამ კონტენტში, რომელიც მარიო ნაუფალმა გამოაქვეყნა, ასევე ჩანს ინფორმაცია, რომ ირანის საჰაერო თავდაცვამ დრონი ჩამოაგდო აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში. პოსტში განიხილება შესაძლებლობა, რომ ეს იყოს ამერიკული RQ-170 ან ისრაელის ჰაროპის ტიპის საფრენი აპარატი, თუმცა ეს იდენტიფიკაცია დადასტურებული არ არის. ირანულმა მედიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს იყო მტრის კამიკაძე დრონი, რომელიც ინტეგრირებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩაჭრა. იდენტიფიკაციის არარსებობა ირანში არსებული სიფრთხილის ატმოსფეროს აჩვენებს. ეხლა ცაში აღმოჩენილი ნებისმიერი ობიექტი მხისიერ რეაქციას იწვევს, რადგან სარდლობის ობიექტები, რადარები, გამშვები დანადგარები და მიწისქვეშა სტრუქტურები დაკვირვების ქვეშ არიან. რეჟიმი ცდილობს გაარკვიოს, საიდან მოდის ფრენები და რომელ რეგიონებს აკვირდებიან, მაშინ როცა პენტაგონი დუმილს ინარჩუნებს თავისი საიდუმლო პლატფორმების შესახებ. რეჟიმმა გადაწყვიტა საჯაროდ გამოაცხადოს მუქარა პიკარეტას მთის წინააღმდეგ, რადგან ცდილობს აიძულოს ირანი გაიტანოს აღჭურვილობა იქიდან, დათანხმდეს ინსპექციებს ან მოლაპარაკებებს ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ. ერთი რამ, რაზეც თეირანი დებდა ფსონს, იყო ის, რომ უზარმაზარი კლდის ფენების ქვეშ დამალული ნაგებობა ხელშეუხებელი იქნებოდა. თეირან როქსეტმა სენატში უპასუხა, რომ შეერთებული შტატების არმიას შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ რამეს დედამიწაზე, მაშინ როცა ამერიკული ძალები აგრძელებენ დაბომბვებს სისტემის წინააღმდეგ. ირანის სამხედრო სისტემა და ისინი ამზადებენ შეტევის შემდეგ ეტაპს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს მოგაწოდოთ სიმართლე. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა.